აი ეს არის გაზეთი, რომელშიც არის მოთავსებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქცე ხელის მომწერთა ფაქსიმილე. აი და მათ შორის არის ოსიკო ბარათაშვილი. ოსიკო იყო პირველი, ვინც მიიღო ოფიციალურად იურისტის განათლება. ხო ილია ჭავჭავაძე სწავლობდა, მაგრამ სამწუხაროდ არ დაუმთავრებია. ოსიკო იყო პირველი დიპლომირებული იურისტი, ვექილი საქართველოში. და აი როდესაც სათათბიროში გამოდიოდა ორი სათათბიროს მოწვევის პირველი იყო, რომელმაც საქართველოს ავტონომია მოითხოვა, როგორც ბები ამბობდა. ოსიკო იყო სოცფედერალისტი, ნიჭიერი და ძალიან კარგი ორატორი იყო. ბარათაშვილმა პირველად 1906 წელს რუსეთის პირველ სახელმწიფო სათათბიროში საქართველოს თავისუფლების საკითხი აღძრა. წერია გაზეთში და მოტანილია მისი ფოტოა მოთავსებული აქვე. სრულიად საქართველოს სცენის მოღვაწეთა პირველი ყრილობის პრეზიდიუმი. აკაკი წერეთლის თავმჯდომარეობით და სადაც შედიოდა ბაბუაც. აი აქ არის. მარჯვნივ თავმჯდომარის ამხანაგები ნესიშვილი, გიოსე ბარათაშვილი. ჟურნალი თეატრი და ცხოვრება დათარიღებული 1919 წლის 26 მაისით. გაუმარჯოს თავისუფალ ხელოვნებას თავისუფალ საქართველოში. გაუმარჯოს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას. მოქალაქენო სამშობლო აქს დგა. გილოცავთ 26 მაისს. აი ესეთი მოსალმება აქვს აი ამ ჟურნალს. აქ არის ბაბუაჩემი იოსებ ბარათაშვილი, ოსიკო და დედაჩემი ცისანა ბარათაშვილი, ხო დე? დედა მამა. ხო. ძალიან ხშირად დადიოდა კონსულტაციაში მამა და მაინც წამეყვანდა ხოლმე პიროვის ბავშვი. ჩვენს პირდაპირ, სადაც ცხოვრობდით იმის პირდაპირ. აი გადახვიდოდი ქუჩას და იქვე იყო. ლენინის 6 ნომერში ცხოვრობდით ჩვენ და ის იყო პირდაპირ ეს კონსულტაცია იურიდისკე. ნუ აი ძნელი წარმოდგენა როგორ ასწრებდა ერთი ადამიანი ამდენ რაღაცას. იყოს ასე დაატვირთული სამსახურში ამდენ ხალხს ემსახურებოდეს, იცავდეს, იყოს ამავე დროს პოლიტიკური მოღვაწე. გამოდიოდეს თავისუფლებისთვის. ისიც ვიცი, რომ თავისი მოუცლელობის მიუხედავად დროს უთმობდა შვილებს, არაკლები არაფერს და ნუ აკონტროლებდა სწავლებენ თუ არა კარგად, სპორტზე დაყავდა. ყოველთვის თურმე შარვალ კოსტუმში და ხალხტუხით მიდიოდა სადილად და ჯდებოდა და ესენიც ყოველთვის სადილის ისეთი წესი ჰქონდა, რომ ყოველთვის ყველანი ისე ჯდებოდნენ სუფრასთან, როგორც სტუმრად მიდიოდნენ. ეს იყო ოსიკოს ისე სადილად არ დაჯდებოდა ოჯახის წევრები და ამათაც ყოველთვის ეს სადილის რიტუალი ბარათაშვილებთან და ჩვენთანაც ყოველთვის ისე იყო. ის ყველა ცდილობდა, რომ ერთად ყოფილიყო, იმიტომ რომ ეს რაღაცა იქიდან მოდიოდა ბარათაშვილების, ხო, ეს ოჯახის ტრადიციიდან, რომ ეს ჰქონდათ. მახსოვს კამფედელს რომ აძლევდა. გიждდებოდა ჩემზე. პატარა ვიყავი მაინც რა. У него хороший голос был. ძალიან კარგი ხმა ჰქონდა მამა. ეს ვიცი რომ თურმე ბავშვობიდან ოცნებობდა მომღერლობას. იმიტომ რომ ჰქონდა ხმა განსაკუთრებული ტემბრის, ტენორი. უყვარდა ძალიან სიმღერა და მღეროდა კიდევაც ქართულ სიმღერებს, თურმე რუსულ რომანსებსაც. გატაცებული იყო ფოლკლორით და ხალხური სიმღერითაც და ეს არის ფოლკლორული ანსამბლი, რომელშიც მღეროდა, მონაწილეობას იღებდა და თარზეც უკრავდა. ძალიან კარგად ფლობდა ამ ინსტრუმენტს. მელიტონ ბალანჩივაძის ფოლკლორული ანსამბლი. და მე როგორც თარზე დამკვრელი ყოფილა ცნობილი, აი ისეთ ჩამონათვალში ყოფილა ბაბუა, როგორც თარზე დამკვრელი, რომ აი სულ რამდენიმე ადამიანი არის მათ შორის საქართველოში. და ეს იყო ზეიმი თბილისში, როდესაც ისედაც პოპულარული ადამიანი, ესეთი ადვოკატი და მოღვაწე, უცებ განაცხადა იმის შესახებ, რომ იმღერებს ოპერის სცენაზე. ლეონ კავალოს ჯამბაზებში
კანიოს ურთულესი პარტია შეასრულა. აღფრთოვანებული რეცენზიები იყო, მაღალი შეფასება მიიღო მისმა შესრულებამ. ივნისი იყო დედაჩემი 1933 წელს დაიბადა და როგორც ვიცი გადმოცემით ბებისაგან და დედასაგან ძალიან დიდი წვეულება იყო მაშინ გადაუხადეს დიდი დაბადების დღე ბევრი სტუმარი ყავდათ და როცა დაიშალა უკვე ხალხი საღამო ღამე იყო ღამის 2-3 საათი 37-ში უკვე 4 წლის რო გახდა დედაჩემი ზუსტად იმ დაბადების დღეს 17 ივნისი რო უკვე თენდებოდა კარებზე გაისმა კაკუნის ხმა და ამ დროს როგორც ვეყვებოდა უკვე მეტნაკლებად ვიხდით რა ხდებოდაო და ოსიკოც მაგ დროს წაიყვანეს განთევლისას არ მეძინა მოვიდა მაკოცა და წავიდა მეგობართან მიდივარო და ხამა მოვალო ლადო მეუბნებოდა მალე მოვავო მამაზე ჩემზე უმფროსი იყო და რა მალე მოვავო მეუბნებოდა რომ გულს მიკეთებდა დედა ის რომ აი ესეთი ერთგულება სიყვარული ამ თავის მეუღლის გაღმერთებაც პირდაპირ ისეთი რომ ხო აი იცით რა ვთქვან ყოველ ღამეო დაწოლის წინ ჩავიფიქრებდი ღმერთს ვთხოვდი რომ ღმერთო დამესიზმროს ოსიკო არასოდეს არ დამსიზმრებიაო და აი როდესაც უკვე ძალიან ცუდად იყო და ფაქტიურად სიკვდილის წინ ერთი დღით ადრე თქვა რომ აი დღეს პირველად დამისიზმრა და ალბათ უკვე მივდივარი და მართლაც გარდაიცვალა ერთ დღეში. არაჩვეულებრივი მამა მყავდა. მერთმა ნათელში ამყოფოს. გაუტახელი იყო ეს ხასიათია, რომელმაც გააძლებინა იქ ყოფნა. სადღაც ამოვიკითხე, რომ ფორმალურად არ უდგებოდა არც ერთ საქმესო. მებრძოლი იყო, აქტიური ძალიან, თავისუფლებისთვის მებრძოლი. საქართველოს ავტონომიისთვის მებრძოლი. საქართველოს დამოუკიდებლობა, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. და აქ არის ხელის მოწერილი. იოსებ ალექსანდრეზე ბარათაშვილი. აი მოკლედ აი ესეთი რუბრიკა არის მამულის შვილნი, აქ არის დაწერილი. ჩვენი ხატია სამშობლოს, სახატე მთელი ქვეყანა და რომ ვიწოდეთ, ვდნებოდეთ, არ შეგვიძლია ჩვენցგანა. შეეწირა სამშობლოს